გამარჯობათ. დადგა ახალი წელი და გავიდა უკვე 1-2 დღე. ცოტა გამოვდივართ ამ ქართული სუფრის მაგიიდან, ამ საოცრებიდან, რასაც ქვია ქართული სუფრა. და მინდა მოგახსენოთ ჩემი სურვილები ამ წელთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ველოდები მეტ მსმენელს, მე პირადად და მეტ გულშემატკივარს, რადგანაც ის არხი, რომელიც მე შევქმნი არის უნიკალური და უფრო უკეთესი გახდება უბრალოდ მე ველოდები ხალხის რაოდენობას. რადგანაც ძალიან ბევრი რაღაცები ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს მხოლოდ 100-მა და 200-მა კაცმა მოისმინოს, რა და როგორ ხდება, პირველი მსოფლიო ომი რატო დაიწყო, მეორე მსოფლიო ომი რატო დაიწყო, მაგასაც გეტყვით ზუსტად აბსოლუტურად. რაღაცები უკვე გითხარით, მაგალითად აფხაზეთის ომი რატო დაიწყო. და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფაქტის, რაც მოხდა ჩვენს ისტორიაში, ზუსტი ახსნა მაქვს. და ამიტომ ჭირდება ბევრი მსმენელი, ბევრი გამომწერი და გთხოვთ გააზიაროთ და ურჩიოთ მეგობრებსაც. როგორც უკვე გითხარით, თვითონ სახელწოდება ვერსია რევერსია, რომ შევარჩიე, ფაქტიურად ეს არის ამა თუ იმ მოცემულობის შედარება და სხვადასხვა ფაქტობრივი მოცემულობის გაანალიზება, ხო? ეხლა ფაქტები და კომენტარები და ეგეთი რაღაცები ვერ დავარქვი რა, ანუ ეს ვერსია რევერსია კარგად ჩაჯდა ერთმანეთში და ფაქტიურად ესეც არის, რომ ამა თუ იმ მოვლენა თუ ფაქტის ესე იგი განხილვის დროს ჩვენ მინდა რომ ჩვენ ეს ფაქტი როგორც ავერსი, ისე რევერსი განვიხილოთ. და ეს უფრო მოგცემს აზროვნების საშუალებას, უფრო დაკვირვების საშუალებას მოგცემს და ყველა მოცემულობა, რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, ყველა ვერსია, ასე ვთქვათ, ამ ახსნის ამ მოცემულობის ჩვენ განვიხილოთ. ეს ჩვენ გვასწავლის აზროვნებას. აზროვნებასთან დაკავშირებით საქართველოში სავალალო მდგომარეობა ადამიანებს არათუ მოვლენების ანალიზი შეუძლიათ, არამედ რაც არის დაწერილი, იმის წაკითხვა და აღქმა არ შეუძლიათ ნორმალურად. მაგალითად მე მგონი გითხარით ბათუმის დაბრუნების დროს, როდესაც ქართველები ებრძოდნენ თურქებს, რუსები ჩადგნენ ქართველების ზურგში. და რეალურად მან რუსებმა გადაიცვეს ქართული ფორმა და ქართველებთან ერთად დაიბრუნეს ბათუმი და გააგდეს ოკუპანტი თურქები. თუმცა ოკუპაცია მაინც დარჩა ართვინზე და არტაანზე. თურქები გააჩერა რუსების გამოჩენამ. იმიტომ რომ იქ რომ ყოფილიყვნენ მარტო ქართველები და თურქებს არ ცოდნოდათ, რომ რუსები იყვნენ ქართველებთან ერთად, თუნდაც უკან, თუნდაც ზურგში, ხო? მაშინ ისინი არ შეწყვეტდნენ ბრძოლას და რამდენი მილიონი, 17 მილიონიანი იყო მაშინ თურქები. და თურქები დადებდნენ ზუსტად იმდენ ძალას, რაც დაამარცხებდა ქართველებს. მაგრამ როდესაც მათ შეხედეს, რომ ქართველებთან ერთად იყვნენ რუსებიც, მათ უბრალოდ საკვები ითხოვეს და წავალთო რა. მოკლედ ხალხი ვერ აზროვნებს, და ადვილად ეგება რაღაც ემოციურ მებზე, რაღაც სტატუსებზე თუ ვიდეო რგოლებზე, მაგალითად ეხლა პოპულარული გახდა მაშინ ინტერნეტში ვიღაც უკრაინელი გოგო საუბრობს, რომ ქართველები არ არიან თურმე საახალწლოდ გამოსულები ნაძვის ხეზე და ძალიან განიცდის ესე უკრაინა თურმე საქართველოს იმას, რომ ქართველები არ გამოდიან გარეთ ნაძვის ხეზე და სულ არაბები და ინდუსები არიან საქართველოში ნაძვის ხეზე გამოსულები. რასაკვირველია, ქართველებს უფრო მეტი საქმე გვაქვს სახლში, სტუბრიანობა გვაქვს ჩვენ სახლში ვიმყოფებით
ინდუსები და არაბები სტუმრად არიან ჩამოსული, უმეტესობა მათი სტუდენტია, ვინც მუშაობს იმუშაოს. ზუსტად უკრაინა იყო ომში ჩართვას რო გთავაზობდა და ეგ კომენტარებში შენ გენაცვალე და ეს მაგდენი რა იცის ჩვენმა მთავრობამ და რაღაც ესეთი კომენტარებს უდებენ, რაღაც ძალიან გოიმურს ავარდენილს ქართველი ხალხის ნაწილი რო ააგდეს 90-იანებში ჯერ კიდე ჰაერში არიან და ხან მერე ჩამოვარდისას ხან წიხლს დაუხვედრებენ და კიდე ააგდებენ, ხან კიდე სხვა რაღაცას დაუხვედრებენ და ვართ ესე და ჯერ კიდე ვერ დავეშვით დედამიწაზე და ისე ჰაერში ატრიალებენ რა აგდებულ გოიმებს. რაც შეეხება კიდევ ვიმეორებ ამ ინდუსების და არაბების თუ პაკისტანელების შემოსვლას, აუცილებლად უნდა შემოვიდნენ, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა უნდა შემოვიდეს სწავლისათვის, ეს ძალიან გაზრდის და განავითარებს ჩვენ ინსტიტუტებს, ჩვენ სამეცნიერო ესე იგი ცოდნას განავითარებს, აგრეთვე უნდა შემოვიდნენ სამუშაოდ, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ საქართველოში ქართველი მუშაობდეს მიმტანად ან მშენებლობაზე და მე მგონი უნდა დამთავრდეს ეგ, უნდა გამოვიდეთ იმ ძილიდან, რომელშიც ჩავარდით 90-იანებში ნარკოტიკული თრობიდან, როდესაც გაგვიკეთეს რაღაც ნარკოტიკი სახელად ევროპული მომავალი, რომელიც არის ბლეფი და გრევის მეტი არაფერი არ მოაქვს. არავითარი მომავალი გარდა ქართულისა ჩვენ არ გვინდა და არ გვჭირდება, ჩვენი მომავალი გვაქვს და ეხლა გვაქვს მაგის შანსი, რომ ჩამოვყალიბდეთ დამოუკიდებელ ქვეყანად და განვითარდეთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება იაფი მუშახელი და ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ის ჩამოდიან და რაღაც სამუშაო ადგილებს ართმევენ ქართველებს, თქვენ იდიოტები ხართ უბრალოდ. ჩვენ მივხედოთ მეცნიერებას, ჩვენ მივხედოთ განათლებას, ჩვენ მივხედოთ ახალი ერა იწყება ეხლა. აი ეს ზოგადად თუ დაუკვირდით, ყოველი ახალი ერის და ახალი ტექნიკური პროგრესის დროს ხდება მსოფლიო ომი. აი უკრაინაში ომი ეს არის მსოფლიო ომი დღეს, რომელსაც გადაყავს მსოფლიო ახალ რელსებზე. ეს ზოგადად განვითარება იწყება ომიანობიდან. ზოგადად და ღმერთმა დიდება უფალს, დიდება მარიამ ღვთისმშობელს, რომ მათ დაიფარეს საქართველო, რომ ჩვენ არ აღმოჩნდით. ძალიან ცდილობდნენ ჩვენ ჩართვას ამ საომარ სისტემაში, მაგრამ ვერ შეძლეს. და ჩვენ უნდა გადავიდეთ ესე უმტკივნეულოდ ახალ რელსებზე და გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ხდება უკრაინაში. უპირველეს ყოვლისა ეს ჩვენი როგორც მცირე ელის ერთი კიდე დიდი ბონუსია, რომ თვითონ ომის დოქტრინა იცვლება, ანუ ტანკები და ეს დიდი რაღაც მოსტრების დრო წავიდა. მოგეხსენებათ ახლა სატანკო ქარხანა მთელი ქალაქია, ხო? ეხლა ყველაფერი გადადის დრონებზე, ეხლა ყველაფერი გადადის მოტოციკლეტებზე, კვადროციკლებზე და ჩვენ გვჭირდება ეს მეცნიერების ეს მიმართულება, რომ საქართველოში განვითარდეს ეს მოტო მშენებლობა და ჩვენი თავდაცვის უნარიანობა გავზარდოთ ამის ხარჯზე. ჩვენ ახლა რაკეტების საშუალება არ გვექნება, მაგრამ აი დრონების წარმოება და ესეთ რაღაცა უნდა გქონდეს, მაგის საშუალება რაღაც მცირე რაოდენობა მაინც, რომ რაღაც ელემენტარული უზრუნველყოფა გაუკეთოთ ჩვენ ქვეყანას თავდაცვის მიმართულებით. ამიტომ მე გისურვებთ, რომ თქვენ გამოხვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან, ეს მენტალური მონობა დაივიწყეთ. ჩვენ არ გვჭირდება ოცნება იმაზე გერმანიაში მარწყვის კრეფაზე და ამერიკაში პიცის მიტანაზე. ჩვენ გვჭირდება
განვითარება, ჩვენ გვჭირდება მეცნიერება, ჩვენ გვჭირდება იარაღის წარმოება. ამიტომ უნდა ჩამოვიდნენ პაკისტანიდანაც, ინდოეთიდანაც და რაც შეიძლება ნასწავლი ხალხი, რუსეთიდანაც ძალიან ბევრი უნდა ჩამოვიდეს, უნდა შეუწყოთ რუსებს ხელი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი სპეციალისტები განსაკუთრებით იარაღის სფეროში, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო სირცხვილია რკინის წარმოების ქვეყანა ვიყავით და აკვანი ვიყავით და დღეს საქართველოს სანადირო თოფს ვერ უშვებს. ამიტომ ჩვენ რუსეთში შეიძლება იაფათ ამ დარგის სპეციალისტების ჩამოყვანა, ნახვა და ჩამოყვანა და დაანებეთ თავი ამ იდიოტიზმს, რომელიც ასე შემოგიგდეს და იმეორებთ, არავით არ იქ ეხლა შეიძლება ვიღაც გამოხდეს და რუსეთუმეობა საერთოდ რა იციან რუსეთუმეობა რა არის და საერთოდ არ მაინტერესებს ეგეთი გინდა რუსი იყოს, გინდა ინდუსი და გინდა პაკისტანელი, გინდა მარსიანელი, ვინც გამოადგება ამ ქვეყანას და მოგცემს ჩვენ სერიოზულ შეიარაღებას ან სერიოზულ დამოუკიდებლობის გარანტიებს, იმის მომხრე ვიქნები მე თუ გინდა ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოვიდეს თვითონ კიმ ჩენ ინი და გითხრას რომ რაღაც მოდით ატომური იარაღს გადმოგცემთ და მიხედეთ თქვენ თავს და გაიმყარეთ დამოუკიდებლობა. ძალიან მოხარული ვიქნები და რა ვიცი, ხვალვე ავირჩევთ კომუნისტურ პარტიას საქართველოში. ასე რომ როგორც ერთმა კომენტარში მქონდა საუბარი რუსეთზე, რომ აი ესეთი სიმძლავრეები რუსეთს დარჩა ჩვენ 300,000 ბიჭი ჩავაწვინეთ მიწაში მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ორიგენიოსი, სტალინი და ბერია კიდე ეხლა პეტრე პირველამდე არ ჩავალ კიდე იქ, რომ პეტრე პირველის დროს აქედან მთელი რკინის ხელოსნები წაიყვანეს და რუსული, ესე იგი, რკინის წარმოება ქართველების აწყობილია. ეს გამოდნობა და ასე შემდეგ, აქ დიდი ტრადიციები იყო საქართველოში და ვიც მცოდნე იყო, რუსეთის იმპერიამ გაიყვანა აქედან. და ყველა ნიჭიერი წაიყვანეს რუსეთში, მაგრამ რუსეთს აქვს იმის უნარი და იმის ნება, რომ არ დაგბლოკოს და ქართველები წავიდნენ იმაზე იერარქიულ, ასე ვთქვათ, კიბეზე ავიდნენ, მიაღწიეს უდიდეს მწვერვალებს. ჩვენო მათემატიკოსებმაც, ჩვენო ფიზიკოსებმაც, ნახეთ ფიზიკის ინსტიტუტი, რეიხსტაგივით არის იმხელა შენობა. ანუ როგორი სერიოზული განზრახვები ქონდა რუსეთის ჯანსაღ ნაწილს საქართველოს მიმართ, აქ ატომური ის რეაქტორიც კი დაგვიყენეს, ეს არ არის პატარა ამბავი, რომ აქ ბირთვული ფიზიკა განვითარებულიყო, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევიშნოვით. ამიტომ როდესაც ვიღაცა ითამიწერა, რომ ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია რაღაც შეიარაღება, რომ აბა რაზე გაქვს პრეტენზია, ლაფატკაზე და პამპერსზე, რომ შენ წადი ლაფატკით ეზო მოასუფთავე და მეუღლე იგაუშვი პამპერსების გამოსაცვლელად იტალიაში. ეგ არის შენი პრეტენზია, რატო არა გაქვს პრეტენზია იარაღზე და რატო არა გაქვს პრეტენზია დამოუკიდებლობაზე. დამოუკიდებლობას ხო შენარჩუნება უნდა. ანუ ეს ხო ერთმანეთზე მიბული თემებია. როგორ არა გაქვს პრეტენზია რა, ძალიან დიდ ქვეყანაში ცხოვრობ, არ არის ოკუპირებული საქართველო, აღარ არის ოკუპირებული თუ რა, 4-ვე მხრიდან არის ოკუპირებული. აი იქიდან ზღვა არის, თორე ისიც ოკუპირებული იქნებოდა, იქიდან მხარიც ოკუპირებული იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. და სხვათა შორის ზღვასაც გვართმევს, აგერ თურქული ისინი თევსაჭერი გემები თუ რა ვიცი როგორც უნდა ისე დაცურავენ ჩვენს წყლებში. ჩვენ ვერ ვიჭერთ ჩვენ თევს და ასე შემდეგ. ანუ ვისაც არა გაქვთ პრეტენზია დამოუკიდებელ ქვეყანაში, მოდი ჩვენ დაგვანებით თავი, წადით, ემსახურეთ ევროპას, მოეწყვეთ იქ დამლაგებლებად, მარწყვი მოკრიფეთ, პამპერსები გამოუცვალეთ და ეს საკეტები გამოუცვალეთ რაღაც კორპუსებში, კაფელი გააკარით და ესე შემდეგ და
მოდი ჩვენ ვისაც გვინდა ეს ქვეყანა, ხო? მოდი ჩვენ ქვეყანა ავაშენოთ რა. დამოუკიდებელი და ნორმალური ქვეყანა, როგორც ჩვენ გვეკადრება და კაცობრიობის დასაბამიდან არის საქართველო. აი, საქართველო ეს არც სახელს არ გულისხმობ და არც მოცემულობას, რომელიც ახლა გვაქვს. ეს ტერიტორია ახლა ეგრისი იყო, იბერია იყო, კოლხიდა იყო, და რაც იყო, ჩვენ მაგათი სამართალმემკვიდრეები და შთამომავლები ვართ, ხო? აი, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბდა რაღაც ორგანიზებული გახდა, ხო? აი, ქედან მოყოლებული ვართ ჩვენ. სამყაროს დასაწყისიდან მოდის ეს ტერიტორია და თამაშობს უდიდეს როლს მსოფლიო კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში. უნიკალური რაღაცები გვაქვს ანბანიდან დაწყებული და ღვინო და რა ვიცი, ქვევრის ღვინოს თუ გააყენებენ საქართველოში არ ვიცი რა, ისე ყველაფერს აუფასურებენ და ანადგურებენ საქართველოში. ვისკის ჩამოსხმა დაიწყეს და ქვევრის ღვინოს ვერ აკეთებენ. ანუ რაღაც ცისტერნებში აყენებენ ღვინოს. და ვისკისკენ გაურბით ის ფულებიც და ესა სურვილებიც. იმის მაგივრად რომ ქართული ქვევრის ღვინო განავითარონ, რაღაც მარკეტინგულად ეს ყველაფერი დაარეგულირონ, ხო? გასაგებია რომ რთულია. ეს გარეცხვა უნდა ქვევს მოვლა უნდა და ის რაღაც უჟანგავ ცისტერნა იყიდა ასტონიანი და აყენებს იქ ღვინოს. და ეს კიდე აქეთ ისა ვისკის აკეთებს. აი ეგეთი ხალხია, მე მაგალითად არ ვიცევდი საშუალებას წარმოების დაწყების, რომ აი რაღაც ვისკი გააკეთა, ქართული ვისკი და მილიონები, არა. დაიწყე ქვევრიდან და მე როცა გააკეთებს ქვევრის ღვინოს, რაღაც მერე წადი და გინდა ვისკი ჩამოასხვი და გინდა რა ვიცი შნაფსი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, გაიგეთ უფრო მეტი და გვირდებით რომ ჩემთან ერთად თქვენი აზროვნება და ფიქრები უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.